მხედველობის შემოწმება აუცილებელია, მაგრამ 40 წლის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ოფთალმოლოგთან ვიზიტი. ამ დროს უკვე თვალსაჩინოს ხოლმე ესეთი დაავადებები, როგორც არის პრესბიოპია, როდესაც პაციენტს უკვე ესაჭიროება სათვალე საკითხავ მანძილზე. ასევე ხშირია თვალის ზედაპირის დაავადებები, როგორიც არის მშრალი თვალის სინდრომი, ბლეფარიტი, რომელიც იწვევს თვალების წვას, დისკომფორტს და ზოგჯერ მხედველობის დაქვეითებას. ასაკთან ერთად იზრდება ისეთი დაავადებების განვითარების რისკი, როგორიც არის კატარაქტა, გლაუკომა და მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია. ამ დაავადებების ნაწილი საწყის ეტაპზე შესაძლოა ჩივილების გარეშე უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტი. დიდი მადლობა გადაახადე ბატონ სურაბმა დამამშვიდა, დამაწყნარა ძალიან. მხედველობა ჩემი ასაკის გათვალისწინებითაც ძალიან დამდგომარეობაში მაქვს, თუმცა რაღაცები მისი ასე ვთქვათ დაკვირვებული თვალით პატარა რაღაც გადახრების სხვა კუთხით აღმოჩნდა, რომელსაც ალბათ აღმოვიყვრით სულ მალე. ჩვენს ჰოსპიტალში შესაძლებელია სრულფასოვანი ოფთალმოლოგიური გამოკვლევების ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში მათი მკურნალობა.